ბაჩუახალაის პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესი სრულად დახურულია თავდაცვის ყოფილ მინისტრს ოცნების სუსი 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარ ორგანიზატორად აცხადებს. სხდომა ოცნების პროკურატურის მოთხოვნით დაიხურა, მიზეზად დასახელდა ბრალდების მხარის მოწმეების სუსის თანამშრომლების სახელებისა და გვარების გასაჯეროების თავიდან არიდება. დახურვას ეწინააღმდეგება თავად ბრალდებული. ბაჩუახალაის თქმით, დასამალი მას არაფერი აქვს. ახალაის საქმეში მთავარ მტკიცებულებად დევს აუდიო ჩანაწერი, რომელიც თითქოს მასა და პაატა ბურჭულაძის საუბარს ასახავს, თუმცა პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზაც კი ამბობს, რომ ჩანაწერი რეალური არ არის და ხელოვნურადაა შექმნილი. Თქვენ ახლა რაც ჩაიდინეთ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც სხდომის დახურვა, ასევე ადვოკატის აცილება. სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ ადამიანს შეუძლია მისი ოჯახის წევრის საქმეზე ჩვენება არ მისცეს. დახურვას რაც შეეხება, დიდმა და პატარამ, ვისაც რამე სახის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ამ საქმეზე, ყველამ იცის, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში საიდუმლო არაფერია. ყველამ იცის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს საიდუმლო არაფერი გააჩნიათ გარდა უკანონო ქმედებისა. რატომ ხურავთ? მალცოჯულების არსებითი ინტერესია დანაშაულში თუ ვინმე მხილებულია, მტკიცებულებები იყოს წარმოდგენილი. არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის, ეს არის პოლიტიკური მოტივით შეკერილი საქმე, სადაც არ არსებობს არანაირი დაზარალებული, არ არსებობს არანაირი მოწმე და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც თავარია. ზუსტად ამიტომ ხურავენ, რომ საზოგადოებამ არ ნახოს, რომ საერთოდ არაფერი არ გააჩნია და არაფერი არ აქვთ. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ჩვენ შემდგომლობას დააკმაყოფილებენ, იმიტომ რომ პროკურატურის დავალებას ასრულებს სასამართლო დამოუკიდებელი აღარ არის დიდი ხანია, ეს არის უბრალოდ შენობა, სადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აფორმებენ ოფიციალურად. ძალიან ბევრჯერ მოვთხოვე წერილობით მივმართე ოფიციალურად, მაგრამ საერთოდ მაიგნორეს პროკურატურა, პასუხს არ მცემს წერილებზე. მე მაქვს კანონიერი უფლება, კანონით მონიჭებული უფლება, რომ არ ვიყო მოწმე, ამიტომ მე ამ უფლებას ვიყენებ და დღეს სასამართლოშიც ვცდი, რომ ეს მოსამართლესთან ახსნა, რომ ეს არის ჩემი კანონიერი უფლება, არ ვიყო მოწმე ოჯახის წევრის წინააღმდეგ და ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული, მოწმე ვიყავი სულ სხვა საქმეზე, ეს იყო ეგრეთ წოდებული ცხეთაში არსებული სამალავი, იარაღის სამალავი რო აღმოაჩინეს, იმასთან დაკავშირებით ვიყავი მე დაკითხული 4 ოქტომბრის საქმეზე არ ყოფილვარ, ეს არის 4 ოქტომბრის საქმე, აქედან გამომდინარე ნებისმიერ საქმეზე რო დავეკითხეთ, რაღაცა ქურდობაც რომ მომხდარიყო და დავეკითხეთ და გაერთიანებინებთ მე ამ საქმესთან, იმას ნიშნავს ზუსტად რომ მიმართულად აკეთებენ, რომ ადვოკატის უფლებამოსილება შემიწყდეს და ჩამომაცილონ საქმეს. თქვენს ადვოკატირება ბაჩუახალას? დიახ, რა თქმა უნდა. ანი ნადარეშვილი არც უნდა ყოფილიყო სიაში, მაგრამ ტექნიკურად ესე გააკეთა ბრალდების მხარემ, რომ ჩვენება, სადაც არანაირი ინფორმაცია საინი ნადარეშვილი არ ამოდა და უარს აცხადა ჩვენებაზე, ეს მიიჩნია მისი მოწმის სტატუსის შემძენად, მაგრამ ანი ნადარეშვილს აქვს უფლება რომ უარი განაცხადოს ორი საფუძვლით, ერთი რომ ადვოკატია და მეორე საფუძვლით რომ ოჯახის წევრია, ჩვენები ანუ ამ სტატუსზე უარი განაცხადოს, პროკურატურას არ აქვს მაგის უფლება, რომ ვიღაცა შეუზღუდოს ადვოკატობა, ან თუნდაც ის უფლება, რომ მოწმის ჩვენების მიცემით დაავალდებულოს.